მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, თქვენს ყურადღებას მივაპყრობ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტზე, რაც საზოგადოებამ ფაქტიურად დროებით მოიგო ეს ბრძოლა, რომელიც მიმდინარეობს ომის სახით ქართული საზოგადოების წინაშე, სახელმწიფო უშიშროების აგენტურამ გადაწყვიტა, რომ მისი ლუსტრირებული გავლენის აგენტი ტერლუევა კუბლაშვილი დროებით გაარიდონ საზოგადოებრივ თეატრს, იმიტომ რომ ძალიან დაზარალდნენ. დაზარალდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, რომელიც საბნის ქვეშ იმალება და არ უნდა რეაქციები გააკეთოს, იმიტომ რომ კუბლაშვილი ტერლუევა ნამდვილად არაეთიკური ქმედებების გამო დასასჯელია და დასაჯელია და შესაძლებელია ადვოკატის სტატუსი და გამოიყენეს ესეთი ძველი ბინძური მეთოდი, რუსული მეთოდი. უკაცრავად რა რუსული დაზვერვის მეთოდი ქვია, ამას ქვია залечь на дно. ვაკეთებ ციტირებას რა. აი ესეთი ის არის გადმოღებული ტერმინოლოგია, დაზვერვის ტერმინოლოგია ეს, როდესაც აი დილოქოთევზი რა, წავა ესე ფსკერზე და დაწვევა. გამონძრევლად დრო დაწვევა და რაც აქ ნაჭამი რა, იმ დეპოტი რო იკვებება. აი როგორც ხდება, რომ აი არ გაინწრეს და ყურადღება არ მიიპყროს და რამე ისეთი პროვოცირება არ მოხდეს, რომ თვითონ დააზარალოს, მიდის დეპოზე. და დეპო მაგარი აქვს რა, იმიტომ რომ მთელი სისტემა ამათი, მთელი აი მახინჯის სისტემა ქართული ოცნების, რომელსაც ესეთი გავლენის ნომრიანი აგენტები ყავდათ, აი ამაზე რო იდგნენ საზოგადოების გამოცელვაზე, გამოხეპვაზე, გამაიმუნებაზე, ხო? არ მოხდეს უკვე სისტემური დაზიანება აი ამ უბედურების რაც ჭირთ. და ესენი არ არიან ერთი. და არ არის კიდე რა ეს სისტემა ვიღაცა ქრიქისტის ანასხლეტი ვიღაცა ეს ტერლუევა კუბლაშვილი რა. მეცინება ის დედამისი რო არის ერთ ამბავში და ავარდნილი ეს ავარკაკალი რა სრულიად სიტყვის. ჩემ ძმას ასწავლის ვეფხვის ტყაოსანს და ვითომ დიდი მოყვარულები არიან ამ თავისი მეორე სიძითი რუსთაველის თეატრში სტურვას იდეის ქვეშ რო იხმარა და ვეფხვის ტყაოსანი პირდაპირ რუსთაველის თეატრში აი ახლა იმის ანასხლეტი ვიღაცა მდედრი რა ჩემ ძმას ასწავლის ვეფხვის ტყაოსანს და ყველაზე მეტად რა მეცინება იცი ჩემი ძმა ტრაბახით ვიტყვი ნამდვილად რა ერთ-ერთი ადამიანი იყო ვინც 6 წლის ასაკში ნახევარი ვეფხვის ტყაოსანი იცოდა ზეპირად და როგორ იცით აი რო ეტყოდი მაგალითად 177 ნომერი რომელია გეტყოდათ იმ ტაიპს 55 ტაიპი გეტყოდათ იმ ტაიპს მე-15 მე-16 მე-17 აი ესე რო გეტყოდ ნახევარი ვეფხვის ტყაოსანი იცოდა ზეპირად და ეხლა ჩვენთვის ქართველებისთვის ვისთვისაც ყოველთვის ღირებული იყო რა ჩვენი კულტურა და ჩვენი მართლა სამაგიდო წიგნი ვეფხვის ტყაოსანი ვიღაცა გვიკითხავს მორალს გადამტიელი ჩამოთესლილი დედა არღლიანი. იმას კი არ ვამბობ, რომ ეთნიკურად ვინმე გავარჩიოთ რა. ვიღაცა ჩემთვის არის მაჩალიკაშვილი და არის ქართველი და ვიღაცა ჩემთვის არის ტერლუევა. მე ვიღაცის სისხლში ლეიკოციტებს კი არ დავდებ. მე ვამბობ იმას, რომ არაქართული საქციელი ყოველთვის იქნება ჩვენში მიუღებელი და არ იქნება ეს მიღებული როგორც ქართული. აი ამას უსვა მე დეფინირებულად ხას. და ეხლა რაც შეეხება ქვეყანაში ატეხილ სიტუაციებს, არ მინდა რომ ეს სურათი რა აგენტის залечь на дно ვიღაცამ გაიგოს ჩვეულებრივ მოვლენად. დასასვენებლად კი არ გაგიშვებთ. პენსიაში გაგიშვებთ თუ მიაღწია მანამდე და ბაჭალიაშვილივით არ ჩართლეს მანქანაში. საკუთარმა ეგრეთ წოდებულმა კურატორებმა. იმიტომ ბევრჯერ მითქვია მე აგენტი რომელიც ხდება უფუნქციო და უარგისი იმას იშორებენ. მაგი უკვე ჩვენი პრობლემა არ არის. მაგი თქვენი ოჯახის და უშიშროების გასარკვევია იქ. ბუდეში, სადაც არის. არ ხდება ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენები, ქვეყანაში მიდის სერიოზული კომპრომიტაციის პოლიტიკა. დაპირისპირებულები არიან ყოფილი პრემიერები, ყოფილი თავდაცვის მინისტრები, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრები და ესენი უკვე ეტაკებიან ერთმანეთს და ისინი არ არიან ხელსარიელი, წაღებული აქვს. მთელი მასალები ნებისმიერ დროს შეიძლება ამოტივდეს ისეთი რაღაცეები, რამაც ქვეყანაში გამოიწვიოს სერიოზული ცვლილებები. და ხალხი ელის ამ ცვლილებებს კაცო. ჩვეულებრივი მოვლენები კი არ არიან ეს
ტერლოევა კუბლაშვილები და ეს ანასხლეტები რა ღარიბაშვილის დროსაც კი იყვნენ. და ღარიბაშვილსაც კი აქვს ინფორმაცია ესენი ვინ არიან და რა საქმეები აქვს, ნაკეთები. ეგენი ახლა ჩვეულებრივი პრაცა-პრუცა ტიპები კი არ არიან, კაცო. ამით შერეს ამგენით ხდებოდა გავლენების გამყარება და იურიდიულად პროცესების წარმოება და ვიღაცებზე ქონების ახევა და ვიღაცებზე ფულის ახევა და ვიღაცებზე რაღაცა და რაღაცა. და ასე არის რა, იმიდან ჩამოთრეულმა კალოში ჩამოთრეულმა ტიპმა აგერ მილიონების ქონება რო დააგროვა და გამოდის და მამა ჩემი ლეგენდარული ბიზნესმენი იყო რა, ყლისის იყო რა ქვია და ვინ იყო, ვინ ჩემი სირი იყო სრულიად სიტყვის მნიშვნელობით. დედამისი აუტლეტში მუშაობდა, ეს თუ მილიონერი იყო და გვტენის ამ ეგრეთ წოდებული მას, რომ ეს თურმე მილიონერი დაბადებულა რა. არ არის ესეთი რაღაცეები მისაღები რა, ეგენი არიან ბინძური ადამიანები. და აგერ ახლა შევხედეთ რა, 288,000 დოლარი ტიპმა პროსტო გაქეშა. ღარიბაშვილთან მიმართებაში და ეს ერთი ტომოგრაფიის აპარატი იყო. დაგისვიათ შეკითხვები უბრალოდ რა ხდებოდა, როდესაც იარაღით შესყიდვა და ის მიდიოდა, გადაყიდვა თუნდაც. ჩვეულებრივ მილიარდელები არიან, რაღა მილიონები. გადაიყვანეთ ახლა ლარებში თუ დოლარებში თუ ევროებში, მაგი უკვე მე აღარ ვიცი რა. ჩვენ ამას კიდე გზადაგზა გავიგებთ. და ეს დაძინებული აგენტი, ახლა ვინც არის დაძინებული აგენტი? მე მინდა უთხრა უშიშროებას, მაგას აქ საქართველოს საზოგადოებაში მომავალი აღარ აქვს. ეს არის ლუსტრირებული ნაგავი, გინდა თქვენი მურუსიძის სასამართლოდ ითამაშეთ, გინდა თქვენი ადვოკატთა ასოციაციით ითამაშეთ, რომლის თავმჯდომარე ჩვეულებრივ ქოცევის დასმულია მაგ. პრეზიდენტი დაგვინიშნეს და ეგ ვინ იყო ვიღაცა კუჭუმუჭუს ლუჭუნია ასოციაციის თავმჯდომარე. იმალება კაბინეტში საბარ გადაფარებული და 24 საათი კონტაქტზე ახან კუბლაშვილთან, აქამდე იმაში კაბინეტებში იღებდა და იქ გეგმავდნენ რაღაცას და ახლა რაც დეტალურად ვფლობთ ინფორმაციებს, ვინ რას აკეთებს საზოგადოების უკან, ახლა უკვე სხვა კონტაქტის საშუალებაზე გადავიდნენ რა. და ასოციაციის გვერდი გამოყენებულია საზოგადოებასთან ბრძოლის ელემენტად, კაცო. როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა? და ჩასაფრებას უწყობენ კოლეგები ერთმანეთს და აბა ახლა სახელებს არ დავასახელებ კიდე. არ წავახალისებ იმ უსინდისობას, ვის უპირებენ გაშავებას და ვის უპირებენ სადისციპლინო საქმის წარმოებას. ერთი სული აქვს, რომ რაღაცა მოტივი შექმნან იმ ადამიანს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ებრძვის და თქვენ ყველა ნახეთ, ვისაც ებრძვის. რომ კიდე რამე ჩაგხარონ, რომ ფეხში გამოკრან თითი. აი ესეთი რაღაცა და ბევრს ხო გაუკეთეს ეს, ბევრი ხო პოლიტიკური დევნილი გახადეს. მე არ ვიცი, ახლა ადვოკატთა ვიღაცა ასოციაციის თავმჯდომარეზე რა უნდა ვილაპარაკო, ამდენი ადვოკატი ყავს პოლიტიკური დევნილი მისი მმართველობის დროს და პლუს ამას ადვოკატმა თავი მოიკლა. უბრალოდ დააბრალეს, რომ თავი მოიკლა იმ ფაქტის შემდეგ, რაც თქვა, რომ ჩემი ხელით ნანახიო, დავით გარეჯის ჩიჩხიტურის კოშკი და ის აზერბაიჯანის მხარეს კობახიძემ როგორ ხელმოწერით აქვს მიცემული დოკუმენტი მაქვს ამის ნანახიო. ამის მერე ადვოკატი უბრალოდ კვდება. და თავი მოიკლა და გამოძიება არ ტარდება სრულფასოვანი და ხმას არ იღებს არავინ. აი მაგ ფსკერზე ზალეჩნადნო რო აწერია რა თქვენ აგენტს. მიგაყოლებთ მაგას. თქვენ ქართველი ერის დაუძინებელო მტრებო. აი გეუბნებთ იქ ვინც გეგმავს ამ საქმეებს ზევით სახელმწიფო უშიშროების აპარატს რო უძახიან და პოლიტიკური აპარატი რო ყავთ კიდე ზევით. მე ვიცი ძალიან კარგად თქვენი პროპაგანდისტული სისტემები როგორ მუშაობს და მე ვიცი თქვენ მერე ბოლოს რას უკეთებთ ამ ხალხს. მე ვიცნობდი ერთ ადამიანს აქ საფრანგეთში, რომელიც ჩართული ყავდათ ამ ბინძურ საქმიანობაში. ვერ გაუძლო აკაურობას. მიუხედავად იმის და სტატუსიც ჰქონდა, ყველაფერიც ჰქონდა და იცოდა ეს რა უნდა გააკეთოთ თქვენ ისეთი, რომ დემოკრატიულმა სამყარომ ეგ არ იცოდეს რა. რასაც აკეთებთ ადამიანებს შეიძლება ფული მისცეთ, მაგრამ მორალურად ამის ატანა უჭირთ ისინი თუ ადამიანები და ოჯახიშვილები არიან. იძულება ერთია საქმის, ატანა მეორე. და აი აქ ვიცი რა, ეს ბიჭი როგორ მეწოდება, კარგი ადამიანი იყო, კარგი ოჯახი ყავდა რა. და ვერ გაუძლო აკაუროს, ვერ ვძლებო. ვერაო, ჩემი ქვეყანა მინდა, არ შემიძლიაო, წავიდე და ორ კვირაში იქ მოკლეს. ხარ მად ვარ დარწმუნებული მაგაში რა.
არაპატიეს ინფორმაციის ჩამოტანა აქ, როგორ მოქმედებდა ტიტო სამხარაძე, როგორ მოქმედებდა კოლცენტრები, როგორ მოქმედებდა სიბინძურის აპარატი, რამდენი აკაუნტი მუშაობდა ხელისუფლებაზე, ვის აშავებდნენ, ვის ატეტრებდნენ. ეს არის ძიმე სიმართლე. და ვიცი ეს ყველაფერი დეტალებში. მეც ვიცი. და მომავალი არ აგართ, მინდა გითხრათ. ძალიან ცოტა დრო დაგჭა თქვენ ბატონებო. და ხა დატკბით ამითი რაც აგართ. გიგონოთ რომ ამ ყველაფრით სერიოზულ რაღაცას ვერ მიაღწევთ. გასკდება ეს ყველაფერი უბრალოდ ასე, ფიზიკური მოცემულობაზე. ძალიან არაორგანული ქმნილებები ხართ. ძალიან ჰიბრიდული არსებები ხართ. და თვითონ თქვენ თავს ეწინააღმდეგებით, არაბუნებრივები ხართ, ძალიან ხელოვნურები ხართ. იმ ხელოვნურ ინტელექტშიც არის ლოგიკა, თქვენში ლოგიკა არ არის. არ შეიძლება რა, ყველაფერი დახატო ხელოვნური ინტელექტით. არც გონება არ აგაქვთ მაგისი, და არც პერსპექტივა არ აგაქვთ მაგისი. დანარჩენი რასაც აკეთებთ, ეხლა დარჩება ეს. თქვენი მორალური და თქვენი პოლიტიკური განადგურების შემდეგ და აგერ კიდე შეაფასებს საზოგადოება, ვინ ახართ და რა ხართ. და მანამდე მინდა გითხრათ, რომ აი ამ ტბორში დაწოლილ აგენტს, რომელსაც მომავალი არ აქვს ამ კუბლაშვილს, რომელიც ზალეჩნადნო გააკეთეს რა. მიზანმიმართულად აფარებს ხელს ეს ყანდარაშვილი, მიზანმიმართულად არც ერთ მის წინააღმდეგ დადებულ სადისციპლინო თემას არ აძლევს მსვლელობას. ბევრ არაეთიკურ ქმედებაში აქვს ჩადენილი საქმე და ამ ეგრეთ წოდებული ზალეჩნადნო დაძინებით, განრიდებით ცდილობს პასუხისმგებლობა არიდოს. და იცოდეთ, ყანდარაშვილი არის მტერი ამ საზოგადოების ყველაზე საშიში ადამიანი, რომელიც ბოროტად იყენებს თავის თანამდებობას. და საზოგადოების ბულერს და საზოგადოების ყველაზე შემოურაცხყოფელ, აი ბრბოს რო გვიძახის რა, ეს კუბლაშვილი გვიძახის ჩვენ საზოგადოებას, ქართველებს, რომელსაც გუძარცვავს, ეს გავლენის უნიჭო ფილტრირებული აგენტი გვიძახის ჩვენ ბრბოს. და პრობლემა რა არის? პრობლემა ის კი არ არის, რომ ის ისვენებს. პრობლემა ის არის, რომ ამ გაუბედურებულ ქვეყანაში აგენტები ისვენებენ გაჭირვებული მოქალაქეების კისერზე. და უბრალო ადამიანები შრომით წყდებიან და აგენტები გულაობენ. ნაცვლად იმისა პასუხისმგებლობაში იყოს მიცემული. ეგრეა წამოწეული და ისვენებს. და ის ჯანყარაშვილი კიდე წყალზე იმან თუ სადმე გამოიბანა, ამას გვანახებს ეთქვა მე რა. თამას დაარქმევს, აუ რა მაგარი როჟები არიან ესენი რა, გვაცნობენ, თურმე მოვლენების ცენტრში რა ხდება. მოვლენების ცენტრში რა ხდება, გე ჯანყარაშვილის მაგივრად ეს მისი პროფილი მიერთებული აქვს სახელმწიფო უშიშროების სამსახურს. და ის კრიფავს და ის ბეჭდავს, რომ ჯანყარაშვილი ორ სიტყვას ერთად ვერ ამბობს და წერა და კითხვა არ იცის. მე ეს მეუბედურება თუ რა, ვიღაცა იდიოტი კი არ მჭენს, რომელსაც აი შიოდა და 15 ლარს ვაძლევდი თავის დროზე რო არ მომკვდარიყო. რა ვქნა გშია ოჯახშიოდა. თუ კაცი ხარ, ასეთ ადამიანს უნდა მიაწოდო პური. აი ამასაც უხარ რო ვამბობ, მაგრამ აიძულეს რო ვთქვა რა. აი ესეთი მომენტია. გავძლოთ თქვენ ყურადღებისთვის ამ ჯანყარაშვილთან მიმართებაში მე საერთოდ ვფიქრობ, მეტი გასაკეთებელი თემა არ არის, მაგრამ ყანდარაშვილთან, რომელიც ძანგავს ჯანყარაშვილს თავისი იდეით და აზრით და ქმედებით, ყანდარაშვილი და ჯანყარაშვილი ასე მგონია სიამის ძმები არიან რა. საზოგადოებას კიდე მივაწვით დეტალურ ინფორმაციას. და მე ვფიქრობ, ესე თუ გაგრძელდა საქმე, მე მოვიცევს იმ სადისციპლინო საქმეების თქვენზე წამოლაგება, რომელსაც ეს პირადად ხელს აფარებს. მე არ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ მე ამის გაკეთება მომიწევს. და მომიწევს პირდაპირ გითხრათ რა აქვს ჩადენილი კუბლაშვილს. კუბლაშვილ ტერლოევას. და რა აქვს გახუჭებული. და როგორ მიდის ყანდარაშვილიდან ამის მფარველობა და ამისი საქმეების მფარველობა. და იმ ეგრეთ წოდებული ეთიკის კომისიიდან, რომელიც სუსის დავალებებში მოქმედებს პირდაპირ და რომელსაც მართავს ეს ყანდარაშვილი რა. მადლობ ყურადღებისთვის.